სალამი მეგობრებო, მოგესალმებით ჯიმი. გამარჯობა გოჩა. გადაცემა სტუმარ მასპინძელი. ესე უკვე? იცი რა არის ნიკო, სტუმარ მასპინძელი ასევე რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, მაგრამ სულ სხვა ნაწარმოებით ვაპირებდი დაწყებას გადაცემის. ოდისია ნახე? ოდისიად გვექცა ნიკო ქალაქში გადაადგილება, ხო და რაღაც ესეთი განცდა მქონდა შენს რო პერიოდულად რო გეხმიანები ხოლმე, ნიკო მოდი ხარ, აი მოვდივარ და აი გავიდად რო არა. ხო, რაღაც ოდისიაში ვცხოვრობთ. არა მარტო ჩვენ ზოგადად, იცი ახლა რაღაც პოდკასტებს უსმენდი და მართლა ეგრეა რა. რა პოდკასტებს უსმენდი? აი ერთი ამ იმაზე ოდისიასთან დაკავშირებით, ხო უამრავი აზრი ისიც თქვა ხო რომ გამოვიდა ფილმი და მსოფლიო პრემიერა მიდის უკვე 2 კვირა არის ხო ქრისტოფერ ნოლანის ოდისიას მიხედვით გადაღებული 3 საათიანი ეგეთი ის არის ძილწონი. მე არ მინახავს ნიკო, მაგრამ ჩემი ოჯახის ყველა წევრმა ნახა და აი იცი რა არის აი ეს კამათი და ეს ამ ტიპის ესეთი მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენა იმიტომ არის კარგი რომ ვისაც ნანახი აქვს ის აუცილებლად მიდის რომ შეადაროს იმას ორიგინალს ტექსტს როგორი არის და ვისაც აკითხული არ აქვს ის ჯერ ცდილობს ტექსტი წაიკითხოს და მე წავიდეს და შეადაროს. ჩემი ოჯახის 2 წევრმა ერთმა წაიკითხა და მე წავიდა, მეორეს წაკითხული ქონდა, ეს უმცროსი იყო პირველი და მეორე კიდე შეადარა. ახლა მოეწონათ, ძირითადად მოეწონათ რაღაც ისეთი როგორც ჩანს არ ვიცი, შეიძლება მეცელოდებოდნენ რაღაცა, მაგრამ ძირითადად მოეწონა. მანამდე ანუ ვიდრე ფილმი გამოვიდა და რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე დიდი დისკუსია იყო ამის გარშემო. ძირითადად მოდიოდა ილონ მასკისგან და მე სხვებისთვისაც რომლებიც აკრიტიკებდნენ ამ ფილმს ბრჭყალებში ვოუქობის გამო. ანუ ისინი ამბობდნენ რომ ეს არის ისტორიულად არა ზუსტი და ძირითადად ის იყო რომ ლუპიტა ნიანგო რომელიც პენელოპეს თამაშობს გონი შავკანიანია და ასევე არა პენელოპას ის თამაშობს ჰეთვეი ისა შავკანიანი თამაშობს იმისას ელენას როლს ელენას და ისა კლიტემნესტრას რომელზეც ამბობდნენ რომ ზოგი ამბობდა რომ კაი შავკანიანი არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ელენე ხო ეს არის ელენა აიურსი და აზიარებდნენ ერთ ფოტოს სადაც ესე ყვირის. როდესაც ხარ რა კინო ვარსკვლავია შავკანიანია ნამდვილად, მაგრამ ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავი ხალია არ არის ჩვეულებრივი შესახედავის ერთი. მეორე ასევე ვოუქობა გამოიხატებოდა იმაში რომ ელიოტ პეიჯი ტრანსგენდერი კაცი თამაშობს იქა აქილევსის როლს ეწერს, მაგრამ არ არის აქილევსი, არის სინონი. ხო. აი ეს ტიპი ვისაც დატოვებენ ბერძნები რომ ტროელები მოატყუოს რომ ეს ცხენი არის ათინას შესაწირი და იქ ტროელები შეიძლება რა თქვა იმიტომ რომ ხო ახლა ნუ ეგ ძირითადად მაგრამ ანუ მთელი ამბავი იყო უკვე ამაზე ისე რომ ფილმი არ ქონდათ ნანახი და ჩემი ძირითადი პრობლემა ამ დისკუსიასთან დაკავშირებით იყო ის რომ მარტო კასტინგით წინა უნახავ ფილმს მოდი ნუ გავაკრიტიკებთ ვფიქრობდით ძალიან ესეთი კონტროვერსიული პოზიცია მეჭირა მით უმეტეს რომ იყო ფილმი რომელიც მანამდე გამოვიდა ტროა სადაც კასტინგზე არავის არ ქონია პრობლემა ბრედ პიტი თამაშობს და სხვები და ის ფილმი არ ვარ ხო ტროა არ ვარ ახლა გასართობი ფილმია მაგრამ ახლა ძალიან არ ვეხარ ნოლანის ფილმს შეედრებოდეს ერთი მეორე რომ ჩვენო ის კი არა ვეხარ ასტები კი არა ვარ თან ამბავიო მაგრამ ისტორიული რო არ არისო და ნუ არც ამასინა წავიკითხე აბსოლუტურად სულელური მიმი მაჩვენა Facebook-მა რომ ტროა რო რეალურად არსებობდა ეს იმის დასტურია რომ რაც იქ მოხდა ვითომ ისინიც ისტორიულად მოხდა და სხვა ამბობდა რომ მომავალში ნიუ-იორკი რო აღმოაჩინოდნენ და რო თქვან რომ აი სპაიდერმენი ნამდვილია ზუსტად ის ხდებოდა არ არის ეგრე და თან ცდილობენ ხოლმე რომ ესე იყოს დაპირისპირება კასტინგთან დაკავშირებით რომ აი რაც კონსერვატორები ერთს ამბობენ და რეალურად მანამდე ბრჭყალებში ვოუქ ხალხი იყო რომელიც ჩემი აზრით ძალიან ზედმეტს გადმოდიოდა მეორე მხარეს რომ თუ ტრანსგენდერია ტრანსგენდერმა უნდა ითამაშოს თუ ბერძენია ბერძენმა უნდა ითამაშოს ანუ საუკუნეების განმავლობაში ესე იყო რომ ხან ქალი კაც თამაშობს ხან არა თან სრულიად ზღაპრული სამყაროა და ისეთი არსებები არის იქ ძალიან მაზალო იყო ის მასკს საშაკირებდნენ რომელიც აღარ მახსოვს სადღაც წავიკითხე რომ მასკი დაიმუქრაო რომ თავისი იმით ხელოვნური ინტელექტით ნაღდს იმას გადაიღებს ოდისიას და გაჩვენებთ ყველა პერსონაჟს ისე როგორებიც იყვნენ და გვაინტერესებს ერთი როგორ გამოიყურებოდა ათენა როგორი იყო ისა ციკლოპები და ასე შემდეგ ხო ლესტრიგონები და ის ხო სად ნახა როდის ნახა და ამირაში ვერ უნახე
რამე თუ მინდა რომ IMAX-ში ვნახო, თქვათ ის ფორმატი არ არის, რომელშიც ბატონმა კრისტოფერმა გადაიღო, მაგრამ ნუ რაღაც მეთქი კაი ცოტა ძვირს გადავიხდი და ვნახავ IMAX-ში, მაგრამ ვერ მივხვდი რომ ერთი კვირით ადრე უნდა გეყიდა ბილეთები, ანუ გაყიდული იყო სულ რაღაცა კუთხეში მიჭუჭკნული ადგილი იყო და გინდა რომ როგორც ჰომეროს, როგორც რაღაცა ისე იყო, როგორც შენ გეკადრება ისეთი კომფორტით. ამიტომ ვიყიდე ბილეთები დღეს. და ნუ ერთი კვირის მე 4 შაბათს წავალ შუა დღის სეანსზე. ხო. რაც არ არის ოპტიმალური, მაგრამ მეთქი კაი წავალ ვნახოთ რა ამბავი და დარწმუნებული ვარ რომ დამბეჭდავი ის იქნება სანახაობა. კი. არა, იმედი არ გაგიცრუდება და ამ ელენეს ამ შავკანიანობაზე ხო აქ ახლა ისევ და ისევ ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ახლა ის წლებია და ისტორიკოსები და ძველიც და ახალიც გამოთქვამენ რომ ახლა ეს იყო ისა კაზუსბელი ომის მიზეზი ხო ეს ელენეს სილამაზე და მოტაცება თორე სხვა მიზეზით უტევდნენ და იმას ერჩოდნენ ტრუას ბერძნები ხო ესეც არის ნაჩვენები სიტყვაზე რომ აი ეს ტრადიციული აი გაგიჟდა ყველა და ამის სილამაზის გამო და ეს რაღაცა ეგეთი ის იყო ხო ასევე შემხვდა ის მოსაზრება ეს არ ვიცი ახლა მე ესეთი ღრმად არ მაქვს ეს ექსპერტიზა ამ იმაში კინომცოდნეობაში თვითონ ნოლანს ყავს ჰეითერები ხო რაც არ უნდა სანამ გამოვა მისი ფილმი ვიღაც ტიპები ერჩიან უკვე ხო ფილმიც რო გამოდის მერე სულ ერჩიან ვიღაცები ხანი მეც არა ვარ ანუ არ ჩემი საყვარელ რეჟისორებს ხო მაგრამ იცი რა არის შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს რაღაცის გამო ну ესეთი არსებითად გააკრიტიკო საფუძვლიანად გააკრიტიკო მაგრამ აი ვინც კინომცოდნეები არიან ზოგს იმდენად იმაშვება ეს მიუღებლობა აქვს რომ არანაირი არგუმენტი და ის არ აინტერესებს მხოლოდ ცუც ხედავს და ამას ამბობს ესეც მისაღები ამბავი არის მესმის რომ ახლა ვისაც რაღაცის მიმართ ფობია აქვს ახლა ბუნებრივი არის ის ტკივილები მოდის და ამაზე ლაპარაკობს მაგრამ ვისაც მოწონს ნოლანი ხო აი ოდისეას გარჩევები მოვისმენე მე ხო თუ კი რამე ფილმი გადაუღია ხო აი რაღაც ლინკები არის ყველაფერთან აი დროსთან დამოკიდებულება დაბრუნებასთან ამ ომის მითთან მუდმივი ომის მითთან და ასე შემდეგ ხო ძალიან მაგარი არის მე ესეთი მოსაზრება ეს თვითონ ოდისეაზე ხო აი ამ კუთხით არასოდეს შემიხედავს ხო რაღაც პერიოდულად წიგნს კითხო გასართობათაც შეიძლება წაიკითხო ხო ნებისმიერი იმიდან გადაფურცლო და წაიკითხო ნებისმიერი ამბავი საინტერესო საყვარელი თარგმანი რომელია შენ ეჭვმოქ რომ ბერძნულად არ კითხულობ არა ნუ ახლა სულ ბევრიც ხო არა გვაქვს ეს კიკნაძის და ჩხენკელისა გვაქვს და ეს ლევან ბერძენიშვილისა გვაქვს ეს ბერძენიშვილი ახალი არის ну რავი მე იმასა ვარ მიჩვეული თუმცა ახლა ის ლევანის შესავალი ძალიან მაგარი ის აქ წერილი და მე დეტალურად ან ბუკვალური ტექსტი რასაც ქვია ხო აი ესეთი ბუკვალურზე კრიტიკებენ ხშირად მაგრამ ხო ეს ლევანის არის და მე ლევანის ლექსიკონი აქვს დართული და უეთ საორიენტაციოდ ეს არის მაგრამ ის რაღაც ბავშვობიდან წამოღებული აი რომელ წელს იცი 60 და რაღაციან წლებში ნაყიდი წიგნი და გადაფურცლული და ზედ მინაწერები და რაღაცები ხო და რას ყვები აი ეს ხო ბევრი აკრიტიკებდა იმას ნოლანის ოდისეას რომ რაღაც დაჩიავებული არის და ნუ ეგ გასაგებია რომ თვითონ ეს ომის კრიტიკა არის და ნუ ომი რას უშვება ადამიანებს და ომის ტრამვები და მთელი ამბები მაგრამ აი ესე ამ კუთხით ხო ესეთი ისიც შემხვდა რომ პრინციპში აი როგორი რაღაცა იცი ომის ვეტერანი ბრუნდება რომელიც ასევე უამრავი ფილმია ამაზე გადაღებული და მთელი დრამაც ეს არის და რო დაუფიქრდე ხო ყველა ფილმი, ყველა ტექსტიო, ესე იგი ვეტერანი რო ბრუნდება, ომის ვეტერანი ბრუნდება შინ, ომიდან მოდის, მოყვება ომის ტრამვები რაღაც ის იქ რომელიც მთელი ცხოვრება არ მოასვენებს და სადაც მოდის, იქაც ყველაფერი არეული ხდება, ხო და აქაც ეგრე არ არის ეს აქბროები და მთელი ეს გაპარტახებული და ყველაფერი თავით საომარი აქვს და დასაწყობი აქვს, ხო და ესეც ძალიან კარგად არის ამ ფილმში, როგორც ვატყობ მე ამ გამოხმაურებებით და ისე ატყობ, რომ ძირითადად მირჩევნია ესე იგი სხვისი მოსაზრებები და რაღაც ფილმზე მონაყოლები ამ ფილმ მე შემეძლო ამ ბავშვებს ავკიდებოდი და რაღაცნაირად მათთან ერთად მე ვერ გამოვნახეთ რომ მაგრამ ნუ ახლა რაღაც თავსაც შენი ამბავი რო ვიცი ბოლოს აი ამ ტელეფონში ნახავ ხო მიმეც გავიმეორებ ეს ნოლან intended ნახევრად ჩაძინებული ესე და იქ ფლატის ეკური არის როგორც მეგონა და ნოკიაზე უყურებ მე არა ვარ პრეტენზიული მე არა მაქვს ხო გეუბნები ეს კინომცოდნის ექსპერტიზა და კინომცოდნე არ უნდა ნოლანის მთელი მოამი არის რომ ბლოკბასტერების რეჟისორია
და გახსოვს ადრე დანკირკი რო გამოვიდა, მაშინ ლაპარაკობდით. კამათობდით არ სხვა შტაბ-ეტილება და აქვს, იმიტომ რომ მე IMAX-ში ვნახე და შენ ნახე, მაშინ Samsung-იც არ ქონდა რაღაცა იმაში 720 ტელეფონში უბრალოდ, ხო? და მეც ვფიქრობდი, რომ ლეპტოპში რომ ენახა ეგ ფილმი ვერ დავამთავრებდი, იმიტომ რომ არა არც პერსონაჟებია მაინდა-მაინც არც არაფერი. კინოში რო ვიჯექი, ყბა ჩამოვარდნილი, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებულად ვაფასე ფანისა, უბრალოდ სანახაობაა რა, დიდ ეკრანზე ხმა ისმის, მირბიან და უცებ იქ გონია რომ ხარ, აქვს მნიშვნელობა როგორ უყურებ ზოგ ფილმს. ხო, და ეს ხო რაც და ყველა აღნიშნავს ის მოყვარულიც და პროფესიონალიც ამ იმ პენელოპეს როლის შესრულებას ეს Anne Hathaway-ს აი ძალიან შთამბეჭდავად ასრულებს, აი რაღაცნაირად იდეალურად. მე მაქვს ერთადერთი პრობლემა, გოჩა, ახლავე გათქმევინებ შენს, არაფერს ზენდაიას არ ვერჩინ. ძალიან კაი მსახიობი. ну თუ შეიძლება რომ ყველა ფილმში არ იყოს. ზენდაია ათენაა, ხო? ხო. რომელიც საერთოდ სულ ყველა ფილმშია, ეგ და ტომ ჰოლანდი და ხო, არ ვიცი, არაფერს განსაკუთრებული ხა ისეთი რაღაცა. ნოლანის ყველა ფილმში? არა, საერთოდ სულ ყველა ფილმში რაც გამოდის, დუნშიც ეგ არის, იმაშიც ეგ, აი ყველგან თამაშობს და ტინეიჯერებს არ მომწონს თქვა არ ვამბობ. არაფერი არ დაუშავებია არავისთვის, გადასარევად თამაშობს ყველაფერი, უბრალოდ ცოტა სხვა ხალხიც იყოს ხოლმე. ხუმრობა იყო ჩემს ხო, ხო, მესმის, ხო. გოჩა რაღაც თქმა გინდოდა და გაგაწყვეტინა, ვინ? ხო, გოჩამაც ნახა ფილმი. გოჩამ კი არა, გოჩამ ნახა ჩვენ სამშორის გოჩას. ნახული მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ის ნანაცკირი ხარ ზედა. არა, ომიდან დაბრუნებულ კაცზე, გამარჯვებული ომიდან ბრუნდები თუ დამარცხებული ომიდან, აი ჩემთვის ძალიან ორი სხვადასხვა რაღაცა. ხო, ალბათ არის კიდევაც, ხო, დამარცხებული ომის ტრამვები კიდე სხვა ამბავი არის. გამარჯვებული რო ბრუნდება, ის მაინც აქვს იმის განცდა, რომ რაღაცნაირად შედეგიანი იყო მისი ბრძოლა და შეიძლება უფრო მეტადაც ის იყოს პრეტენზიული, რომ აი მე თქვენს გამო სიტყვაზე რაღაც ინტერესებს ვიცავდი და ხო? ეგ არის, მაგრამ მაგის მეორე მხარე არის, რომ ხანდახან გამარჯვებული რო ბრუნდები, მეტი სისასტიკე გაქვს ჩადენილი. როგორც წესი განსაკუთრებით მაშინ, მაგრამ ეხლა წესია ქალაქი რო აიღე და მე აწიოკე, დამარცხებული ხარ, აი მოგვერივნენ და ჩემზე ძალადობა ვიგრძენი, მაგრამ მე მაინც არ დამიხოცავს ქალები და ბავშვები და მესმის, მაგრამ უყურე რა არის ომში გამარჯვებულის და ომში დამარცხებულის პრეტენზიები სხვადასხვა სიძლიერის არის, იცი? შეიძლება არანაკლები თავგანწირვა ქონდეს, არანაკლები გმირობა ქონდეს ჩადენილი დამარცხებულს, მაგრამ ომში დამარცხებული გმირი მთლად გმირიც ვერ არის და მისი პრეტენზიებსაც საზოგადოება ბოლომდე შეიძლება არ იღებდეს. ეს უფრო დრამატული ამბავია, რასაკვირველი არის, ხო? კი, არის განსხვავება. ტრამვების თვალსაზრისით, ხო, რა, ორივე ტრამვული ამბავი არის. ამ ფილმში როგორ ჩანს, ხო, ძალიან არის ეს ფოკუსი გაკეთებული ამაზე, რომ ნუ აი ეს რა გააკეთე და მე ასევე ძალიან არასწორად მეჩვენება ხოლმე, როდესაც არის აქცენტი ან ხაზგასმული არის, რამდენად ერთგული არის კინოეკრანიზაცია ორიგინალი წყაროს, იმიტომ რომ არც ერთი ეკრანიზაციის ამოცანა არასდროს ეგ არ არის. და იგივე თეატრშიც ახლა იცით რომ არა ვარ დიდი მცოდნე და დამფასებელი და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცები წამიკითხავს და შექსპირს რო დგამენ 2026 წელს არ არის ამ თქვათ რომეო და ჯულიეტას ან ჰამლეტის ამოცანა რომ დიდმა ბარდმა თავის დროზე რო დაწერა იმის ერთგული იყო, იმიტომ რომ მაშინ რა აზრი აქვს. რომ რაღაცნაირად ხიდებს აგებ, პარალელებს ეძებ ახლანდელ შენ გარშემო რეალობასთან და იმიტომ დგამ თორე ხა ისე რატო გააკეთებ? ნებისმიერი რამის ეკრანიზაცია უკვე თავისთავად ცვლის სხვა ტიპია. იმ ორიგინალს ვერ დააკლებ ვერაფერს. კი. ყველაზე უცნაური პრეტენზიები მე მეჩვენება რომ ეგ პრეტენზიები არის სიზუსტესთან დაკავშირებით. მუზარადი რატო ქონდაო ისეთიო არა ბრინჯაოს ხანის შესაბამისი არ იყო უფრო ფოლაცა გავს. ჯერ ერთი როგორც წავიკითხე მე თვითონ ჰომეროსს აქვს უზუსტობები ბრინჯაოს ხანასთან დაკავშირებით უზუსტობები ბჭყალებში ჩავსვი ანუ იმიტომ რომ არ არის ისტორიული ნაწარმოები და მე ერთ პოდკასტს უსმენდი მეც აი ოდისეასთან დაკავშირებით თქო მანამდე იყო რა სადაც ერთ-ერთი სტუმარი ყავდა და ის ამბობდა რომ აი ის მოსაზრება რომ აუცილებლად სიმართლის მარცვალი უნდა იყოს მითის უკან არისო არასწორიო განსაკუთრებით აკროეძებო იმიტომ რომ ბერძნებს ბევრი მითი აქვთო კიდე სხვაო და არც დადიხარ და არ ეძებ მაინდა-მაინც რომ იმის უკან რაღაცა არის თუ არა შეიძლება არის შეიძლება არ არის მაგრამ აი ესე მიდგომა რომ ალბათ თავიდან ეს იყო სიმართლე და შემდეგ ესე რაღაცა შეალამაზეს არაფერს არ გაძლევს იმიტომ რომ ჯობია რომ მან სხვა რაღაცეები შეიცვალა იმას ლამაზად ქონდა ხო მესმის რა
გასაგებია. რა მით უმეტეს რომ მითი იმ ეხა ჩვენამდე რაც მოვიდა არის ხოლმე ბოლოს რაც ჩაიწერა ესა და ეს მითი იყო ცოცხალი ორგანიზმი მათ შორის ზოგი მითი არის ზოგი ესეთი ამბავია რასაც ყვები მაგრამ იცვლებოდა წლიდან წლამდე აწლევიდან აწლევამდე საუკუნამდე როგორ ყვებოდნენ ვინ ყვებოდა რა ჩაამატეს რა ამოაკლეს და ის კი არისო რომ რომელიღაც არის სწორი და რომელიღაც არის არასწორი, ეგრე რომ უყურებ უკვე არასწორია, ის ამბობდა, იმიტომ რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია და ყოველ ჯერზე ცოტა სხვანაირია და მაგას აქ მოღანა. ხო, თან ახლა ესეც ხო მხატვრული ნაწარმოები არის და არა აქვს პრეტენზია სიზუსტეზე და თან ოდისეა არის, რა ვიცი, ალბათ ყველაზე ხშირად ინტერპრეტირებადი ნაწარმოები, ხო? ულისე ავიღოთ, ხო? რა ვიცი, იმის გოგოლის მკვდარი სულებიც რაღაც სქემა ეგ არის და ხშირია ეს ამბები და ესეც რომ თავის ვერსიას გთავაზებს, თავის ხედვას გთავაზობს და რაღაცას გეუბნება. დღევანდელ სამყაროს გიხსნის, ასე ვთქვათ, იმ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტით. რა ქვია კაცო იმას კოენების ფილმს? ციხიდან რო გამოდიან ოდისეა არის ეგეც. ხო, ის რომ ღერია. ის რო არის, კლუნი როა, ხო, ეგეც ნუ პირდაპირ ოდისეა არის. ხო, ბევრი არის და რატომ ამაზე ისაქნეს, ხო, ჩაჯიჯინდნენ. გაძლევ უფლებას კოჩარო. ის არის ძველი ტრაკებიც ქვია მაგ. ხო, Soggy Bottom Boys. არა, ფილმს არ ქვია, ჯგუფს ქვია, რომლებიც სიმღერებს ღერიან. ხო. ესა და ბანჯოზე და სად დაიკარგეთ ნაო. ხო, ძმაოს აკარგა. Oh brother, where art thou? სახელი არის ძველი ტრაკები. ჯგუფს ქვია. ჯგუფს ქვია იქა, ხო. თან არასწორი თარგმანი, იმიტომ რომ Bottom Boys არის ინგლისურად, ანუ ტაკოები შეგიძლია რომ თარგმნან უკანალები იქნება, სწორი, იმიტომ რომ ერთ-ერთზე უკანალები იგულისხმა ავტორმა და არა უფრო მძიმე სიტყვა. კაია რომ კინოზე ვილაპარაკეთ, მე მაინც მოგიწოდებ რომ რაღაც მომენტში იქნება იმაში არ ნახო კინძის თავშია და რაღაც ცოტა დიდი ეკრანი დაინახო. ვერ დაგპირდები. ხო, არ ვიცი, ნახოთ, ხო. Scorsese იხვეწებოდა ბოლოს მაგისი Irishman-ი რო გამოვიდა, რომ არა, მე მესმის იქნება iPad-ში მაინც ნახოთ, გეხოცები ტელევიზორში არ შეხედო, ტელევიზორში კი არა, ტელეფონში არ შეხედოთ. მე მესმის ეს თვითონ სინეფილის და რეჟისორის ისა მუღამი რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ის მარტო ხო არ არის, არა ამბავს ხო არ გიყვება, არა, მაშინ საერთოდ არ გადაიღებდა. კინო არის გამოსახულება, ხო, ამ იმით ვიზუალით ხრობა და რაღაც მუღამები აქვს. აქ ხო ამ ნოლანის ფილმში კიდე ის მთელი ის არის კიდე სტატიები არის ამ იმას საუნდზე როგორ წერდნენ ამ ოპერატორის სამუშაოზე. ცოტა ხმამაღალია. მე ოპენჰაიმერში მაგას შემაწუხა და მე რომ დავფიქრდი ოპენჰაიმერი არ მომეწონა თავის დროზე და რაც ვამბობდი რომ მომეწონა თქო, მაგრამ აი რაღაცა ის იყო. რო ჯერ ახლა ეს მოხდა, მე ეს მოხდა, მორჩა ფილმი და არ ტენეტი არ მომეწონა, რაღაცები მომწონს. ხო, არა, მესმის რომ ახლა ის პრესტიჟი მომწონს ალბათ ყველაზე. კი, მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია რაღაცა მოგწონდეს, რაღაცა ძალიან მოგწონდეს, უბრალოდ ვიღაცის შემოქმედება და აი უბრალოდ ეს მოწონება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ყველაფერზე თვალებს გახუჭებინდეს და ისა. თან იცი რა არის, შენ კრიტიკის იმას არ გიტოვებ. შენ შეგიძლია ხო ფილმი თავიდან ბოლომდე რა დღეში ჩავვარდით, რომ სხვებთანაც მილაპარაკია, მარტო მე არა ვარ ეგრე, რომ ეს სახში თუ უყურებ ლეპტოპში ფილმი ჩართული მაქვს და რაღაც მომენტში ამოვიღებ ტელეფონს რაღაცა ჩამოსკროლ თამაში თუ მე ვინახავ მეთქი კაი რა საათი ამიტომ ტელეფონში უნდა უყურო რიკო. ხო, არა. რომ გასართობი ფილმია თან იმას ხო არ უყურებ რაღაცას შეხედე რა. და კინოში მაგით უფრო მისწორდება ხოლმე რა. ხო და რადგანაც ამ ოდისეაზე ამდენი ვილაპარაკეთ, ხო, ამ მუდმივ ომზე დაუსრულება 10 წლიანი ომი უძღოდა ხო ოდისეას. მე 10 წლიანი შინ დაბრუნება გადაკარგვა და ის ხო რაღაც ესეთი ისა გვაქვს საბაბი ჩვენს მოძმე უკრაინასაც გადავწყვეტ ნიკო და კიდევ ერთხელ გაიმარჯვა იმ უკრაინელმა სპორტსმენმა მე შენ ხშირად გიყვები ხოლმე სუმოს ამბებს და სუმოისტი არის დღეს ნამდვილად ვარსკვლავი 22 წლის ნუ რა ვიცი ჯერ ერთი ომის გამო არის დევნილი და წასული არის ხო მე იქაც ვინც უყურებს ამ სუმოს ხო იქაც ნამდვილი ბრძოლებია ეგეთი დაუნდობელი და სასტიკი თუ ძველი მეებს იმებს ჰაილაითებს ხაკუხოსი და იმ ასაშიორუსი და იმ ხარუმაფუძის ასისხლიანებენ თიშავენ ერთმანეთს ისეთი ყველა სიტყვა გავიგე რა თქმა უნდა როგორც თქვა ხო და მოკლედ ამ უკრაინელმა ვარ გაზრდილი ფაქტობრივად ახლა ამ უკრაინელმა ის დანიილო იავგუსიშინ ესეთი თავისი ნაღდივარი არის ხო იაპონელები ალბათ ვერ გამოთქვამენ მაგას ესე მგონია და რა დაირქვა იქ დანიილო სან მოიცადე
თუ არის არა ისა თავის მეგობარი იაპონელმა მოჭიდავენ რომელმაც წაიყვანა არატა ისიც დაიმატა აონშიკი ხო 22 წლის არის მესამედ მოიგო იმპერატორის თასი და თან მოიგო ძალიან დრამატულ ბრძოლაში ბოლოს რო დამთავრდა ტურნირი მე-15 დღეს ხო 12 გამარჯვება ჰქონდა მას 15 დღე გრძელდება და დღეში ერთი შეხვედრა აქვს. ხო და ვინცაც მეტი აქვს გამარჯვება, ის იგებს ამ იმპერატორის თასს და 12 ჰქონდათ სამს. თვითონ ის არის სეკივაკე იყო, კიდევ ასევე სეკივაკე და ერთი ოძეკი. და აი მე სამთა ტურნირი ჩატარდა მაგათ შორის და ორივეს მოუგო. იოკოძუნა გახდება. იოკოძუნა შეიძლება ძალიან აღარაფერი უკლია, ახლა ისევ დაბრუნდა ოძეკი არის, აი ოძეკის რანგში თუ მოიგო 2 თასი ზედიზედ გახდება. მაგრამ აი სამი გამარჯვება ეს იმპერატორის სამი, აი ძალიან ცოტას აქვს, ისტორიაში შესული ტიპი არის. ძალიან მაგარი ამბავი არის და ნუ არ ვიცი, ჯერ მატერიალურადაც მნიშვნელოვანია იქ. დევნილი ბიჭია 22 წლის, სამჯერ მოგები. აი ჩვენი რო იყო ის ლევან გორგაძე ტოჩინოში, ხო, ერთხელ მოიგო და ლეგენდაა ეგეც და ნუ ეგეთი ამბავი არის. 22-ის არის და ის, ნუ აი ძალიან დიდი და ხანგრძლივი ის აქვს. რა თან ტრავმა ქონდა ფეხი, წინა ტურნირი გამოტოვა. ფეხის ტრავმის გამო თორე უკვე შეიძლება წათამაშებოდა ამ იოკოძუნობას უკვე მომავალ ტურნირზე. რამდენი წლამდე ხარ? ისა 22-ის არის ხაო და კარიერა გაქვს ეს 30-მდე თუ არა? იცი რა არის 30-ზე მეტი, აი ჩვენმა რო დაამთავრა 35-მდე იყო, მაგრამ მაგა ჭიდაობაა რა, სანამ გაქაჩავდა იგებ. უბრალოდ რა არის, იცი, მანდრო ხდები ეს დიდი ჩემპიონი იოკოძუნა, ხო? რა ასაკიც არ უნდა კონდეს. თუ იმაზე გადმოხვედი შავ ზოლზე და ვეღარ იგებ, ხო? მან არ მოსულა ეგრე რომ ეს ქვემოთ ჩამოვიდეს და იოკოძუნა გახდეს ოძეკი, სეკივაკე და ის კარიერას ამთავრებ და ნუ აი რამდენადაც ძნელია ის გახდე, ხო? მე იმის დათმობა უკვე ანუ კარიერის გახანგრძლივების თვალსაზრისით აი საშუალო დონეზე იჭი და აღარ მოდის რა. ძიმეა გვერგვინი, ხო? ძალიან, ნუ ეგ მონომაქის შენ სიგლახეს ვერ აჩვენებენ ვერავის, ნუ გაგწევენ გვერდზე. ხო და ნუ ძალიან მაგარი არის და ნუ გულშემატკივრობთ ხო უკრაინას ხო ისეთ ომში არიან ნიკო რომ წარმოუდგენელი არ გულშემატკივრობთ და მაგის გამო მაინც არ დავიწყოთ მაგის ყურებას ბოლოს სუმო რო ვნახე შენი ხათრით იყო ხო ტოჩინოშის ხათრითაც არა შენი ხათრით იყო იმიტომ რომ თავდირო და რაღაც კულტურები და გადმომედო ეგ ისა ძალიან აზარტული არის ბევრისთვის ეს რა ვქნა ანუ ხან ესე შვება ხოლმე და შევეშვა იყოს მაინც ჩაწერს კარგი ხო და ნუ ეს კარგი არის, როდესაც მოჭიდავეები საჭიდაო არენაზე, ხალიჩაზე იქნება, ტატამზე იქნება თუ დოჰიოზე იქნება იჩენენ თავს და როდესაც ამ თავიანთი ამ ძალებით და ამ მასკულინური და რაღაცის ბრუტალურობით შემოდიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უბრალოდ ცდილობენ იერით, მუქარით დააშინონ საზოგადოება, აი ამას არ მივესალმები. ვინც არ უნდა იყოს უკრაინელი იქნება, ქართველი სპორტსმენი იქნება, მისი გულშემატკივარი ვერ გავხდები. იმ დონეზე ვერ დავეცემი, რომ მაგალითად ქართველ სპორტსმენს რაც არ უნდა ესეთი გლახაკი იყოს, იქ როდესაც სადღაც ტურნირზე გამოდის, რომ მის დამარცხებას უგულშემატკივრო, მაგრამ საერთოდ არ უყურებ. ახლა შენ მიხვდები ნიკო რას მოვაყოლე? რას მოვაყოლე? აი სულ ცოტა ხნის წინ იყო ჟურნალისტთა ფედერაციაში თუ რაღაც სახლში იქ როგორ ისაქნეს შეუშვეს ეგეც მიკვირს ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია დაანონსება ეროვნული თაობა აი ეგეთი რომლებიც ამბობდნენ რომ რა უნდა ვქნათ ხო ეროვნული ხო და ეს გავაკონტროლებთო რომ ვიღაცამ ვინმე კარგად ამბობს ცუდი არ თქვა ეროვნულ ფასეულებებს ძვირფას ადამიანებს წერლებს საზოგადო მოღვაწეებს და ასე ჩამოთვლილი იყო ძირითადად ლაპარაკობდა ერთი ახალგაზრდა ახლდნენ კიდე სხვა ახალგაზრდებიც და გოგონებიც ხო ამას წინ უძღოდა კონტექსტი რომ ვიცოდეთ ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ჯერ ვერბალური და შემდეგ ფიზიკური თავდასხმებით ჩემს მეგობარზე ორნიცე ოქრიაშვილზე სტენდაპ კომიკოსზე რომელსაც ჯერ დაუწუნეს ხუმრობა ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით ხუმრობას არ ერთხმოდა მაინდა-მაინც რაღაცა რომელიც წინაზე პერსონაჟზე რომელიც ვერ იტანს ნოდარ დუმბაძეს წარმოუდგენელ პერსონაჟს რომელიც წინაზე ეგრე მთლად კარგად ყველა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა არ ვიცი ზოგი წაკითხული მაგდა არ ვიცოდი რომ გული მაგისი მოთხრობაა და ანუ ვიღაც პერსონაჟი რომელიც ნოდარ დუმბაძეს ვერ იტანს და ამბობს რომ მაგის გული ასე და ისეო
მოთხრობას გულისხმობს, რაც კიდევ უფრო ამ სუბუქებს ამგინებას, იმიტომ რომ ოღონდ ეს იქნა გასაღებული, რომ თითქოს ფიზიოლოგიურად გულს აგინებს. ხო, თავიდან მეც ვერ მივხვდი, რომ იმიტომ რომ არ მოგნის სკოლის პროგრამაშია შეტანილი, რო ჩემ დროს არის რაღაცა. დღევანდელ სკოლის პროგრამაში რა არის შეტანილი და რა არის ამოღებული? ხო, მოკლედ როგორც არის, ამის მერე არ გაჩერდა არავინ. თავს ფიზიკურად ხო დაესწრა, მერე კიდე გააგრძელეს, რომ ნახე კიდე მანამდერეები უთქვამსო და კიდევ ერთხელ სტენდაპებზე დიდი ხანია დავდივარ და ონისესაც ვიცნობ და აქვს შოკის მომგვრელი რაღაცები ნათქვამი, სტენდაპ კომიკოსები ხუმრობენ ხოლმე ხანდახან შავი იუმორიც არ ქვია. მინახავს ბევრი ხუმრობა, რომელიც არ გამოსულია, იმიტომ რომ ბევრი წელი აკეთებს და ხანდახან ერთი ორ ხუმრობას ორჯერ იტყვი, სამჯერ იტყვი, არ გამოგივა, მეოთხეჯერ კარგად გამოვა. ყველა ეგრე შვება. მაგრამ კიდევ ერთხელ წინაზე ვთქვით, ეს იყო კოორდინირებული კამპანია, მისი აქტივიზმის დასასჯელად და არა იმიტომ რომ რაღაცა. გახსოვს აი ტატოზე და კალატოზზე და მაგათ სასტავზე რო იყო აგორებული და მე რო ამბობდნენ რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, კვარაცხელია ხო იყო და ლეიკემიან ბავშვების წინაშე თუ რაღაც ხუმრობა იყო, ყოველად სულელური ხუმრობა, რომელიც მე ამოქაქეს დაატრიალებდნენ და მე ჟურნალისტები ბჭყალებში ვიტყვი ამას ურეკავდნენ ექიმებს და მშობლებს, ვის ბავშვებსაც რაღაცა ჭირს და ამას ასმენინებდნენ, რომელიც კომენტარი გააკეთებოდა ისამობდა რომ რავი არასწორ თვითონ გაავრცელეს ეს ხუმრობა, რომელიც მანამდე წლების წინანდელი იყო და ჩაიკარგა. აქაც ესე ხელოვნურად შექმნილ აღშფოთებაზე ვლაპარაკობთ, რომ ტიპების ხედან ესე აბა ძველი ხუმრობები ვნახოთ, ამაზე ნახე აღშფოთდებიან, მე მეოთხეს რო ამოქეკავ, მაინც მოსმენაც აღარ გჭირდება, იმიტომ რომ უკვე ეს არის რომ ნახე, ანუ ეს აცია, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. როგორ გინდა არ გაგიჩნდეს ადამიანს ეჭვი, რომ ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბებიან მანამდე ერთი კვირა კამპანიიანად, ერთი რაღაც სადღაც მოფიქრებული არ არის. მოდი ასე ვთქვათ, ერთი თვის წინ ან რაღაცა იმის წინ. ახლა ვერაფერს ზუსტად ვერ და თუთაშკიასგან განსხვავებით იქ არც ფლაჭკვიანი კაცის მოფიქრებული მე ვიტყოდი რომ მე ვიტყოდი რომ ზუსტად სულელითაც არ არის, ანუ ვიღაც დაждდა და რამდენიმე კვირით ადრე გათვალა რაღაცა რა მოხდებოდა სხვაგან. მარტო ხელისუფლება შვება ხოლმე ესე, იმიტომ რომ სხვისი რაღაც ერთი თვით ადრე მოფიქრებული გეგმა მე არ წამიკითხავს, რომ მე რას იზამდნენ, რაც აბსოლუტური სისულელი არ იქნებოდა მე, მაგრამ ნუ აი იქნება ონისემ, იმიტომ მიხუმრა რამდენი წლის წინ რომ ელოდა მოდი. იმის თქმა მინდოდა რატო დავიწყე ამ ხელა იმით, რომ ეს ორგანიზაციაც ამის ტალღაზე ჩამოყალიბდა და ყველა კითხულობს, რომ ჩამოგვიწერეთ ეს თქვენთვის მინდა ხალხი ვინ არის, ანუ ვიზე შეიძლება ხუმრობა და ვიზე არა, იმიტომ რომ ერთ-ერთი კომენტარი შემხვდა ვიდეო ძალიან უსიამოვნო ახალგაზრდის, რომელიც ამათ პროსახელისუფლებაც არ არის, უბრალოდ რაღაც ეტენება ისა. ეს ონისეს ვიდეო გავუშვა და მე დაიწყო ლაპარაკი, რომ დიახ, როდესაც რელიგიურ გრძნობებს ეხები დაიწყო ლაპარაკი და ეხლა შეიძლება არ გესიამოვნოს ნოდარ დუმბაძის ლამძღვა, მაგრამ არც წმინდარიანის კაცი და არც მორწმუნე იყო, მაინც ათეშტი იყო ოფიციალურად. მაგაზეც კამათობს ვინმე? არავინ არ კამათობს, მაგრამ ნუ იმათი უმეტესობა ვინც აღშფოთდა რეალურად არ აღშფოთებულა იმ და რომ წიგნი წაიკითხა და ეწყინა და მეორე ისიც ძალიან ცოტა ის იყო რომ უცებ რო წამოიწყო კამპანია რომ ეხლა ვიმსჯელოთ ნოდარ დუმბაძე კარგი მწერალია თუ არა და აი დიახაც ცუდი იყო და დიახაც კარგი იყო და მე მაგაზე გვაქვს ახლა ლაპარაკი თუ იმაზე რომ ტიპს ამოუქეკეს ხუმრობა და აბულინგებენ მართლა იმის გამო რომ ხუმრობა თქვა და ის ხალხი რომლებიც ორგანიზაცია გამოაცხადეს, რომ ჩვენო ყველანაირად ვიბრძოლებთ ჩვენი სიწმინდეების დასაცავათო, ხაზგათმის თქოს, რომ ციხეში წასასვლელადაც მზადა ვართო, რაც აჩენს შეკითხვას, რომ ციხეში რატომ უნდა წახვიდე, რამე მართლა წინააღმდეგო უნდა გააკეთო, იმიტომ რომ სხვას მე ვერ ხედავ, რატომ ედის მანდ. მეორე დღეს ციხეში წასვლელად მზად იყვნენ. ესო როგორ დაგვაბულინგესო, ესო საშინელი მის ხერპლი გავხდითო, რაც ანუ რავი მე კი ბატონო, მაგათი ნარო ყოჩა მოდი აჰა მაგათი ცოდვა მიეცა იმ კაცს ვინც დაგეგმა ეს ჭკვიან კაცნა, კაი ნიკო დაგიჯერებ ჭკვიან კაცს. რა არის იცი თვითონ ეს ამ მოძალადეს ვინც ამ თორნიკეს დახვდა მოძალადეებს, მაგრამ იქ ერთი სახე ჩანდა მე ხო როგორ მოეპყრა მოექცა ეს ანუ თორნიკე თქვი ხა მაგრამ მე აი ამ იმას დამნაშავეს ხო როგორც თორნიკეს დახვდნენ აღმოჩნდა რომ წინასწარ იცოდი მაგრამ გააგრძელებოდი როგორც მოექცა მოძალადეს გამოვიდნენ და თქვეს რომ ეს რაკაიკაცია ხო აი როგორც მოექცა ხო სასამართლო როგორც მოექცა მე როგორც ამ პროპაგანდისტულმა მედიამ გააშუქა როგორც დახვდნენ ხო ეს იყო რაღაცნაირად წამახალისებელი თუ ვინმე თვლის რომ აი ამ სტენდაპ კომიკოსმა კანონი დაარღვია რა ვიცი, აი ბოლო 2 წელი ძირითადად უყურებთ ამ კანონების გამკაცრებას და რაღაც მონიტორების, ესე იგი, გაძლიერებას.
რამის ეს სასკოლო ის იმებიდან ბიოლოგიის ლაბორატორიებიდან გამოიტანონ მიკროსკოპები და იმით დააკვირდნენ ამ იმას სოციალურ ქსელებს და საზოგადოების აქტივობებს. Რაღაცნაირად რეაქცია მიცეს, ხო, კაი, ცუდი კანონები მიიღეს, უსამართლო კანონები მიიღეს, მაგრამ რაღაცნაირად სისტემამ ირეაგიროს, ხო? ვიღაც ტიპები აი მაგაზე ვიხუმრე კიდევაც, არ ვიცი ახლა რამდენად ესეთი ის არის, აღარ დაავაანონსებ, კარგად ვიხურებ. Რაღაცნაირად ესე იგი მწერლის პერსონაჟები, არც თუ პროტაგონისტები, ხო, უფრო ანტაგონისტები გადაწყვეტენ მწერლის ღირსების დაცვას. Აი ტიგრან გულოიანი და რაღაც სასტავი გამოვიდა და ჩვენ იმას ავტორს როგორ მიაყენე შეურაცხყოფა. ხო, არ ვიცი, არც მწერალს მოეწონებოდა, არც რა ვიცი, ნორმალური საზოგადოების წარმომადგენელს არ მოეწონება ასეთი რეაქცია, რომ ვიღაც ტიპმა თვითონ გადაწყვიტოს დასაჯოს თავისნაირი მოქალაქე, მხოლოდ იმის გამო, რომ თვითონ ფიქრობს, რომ რაღაც არასწორად მოიქცა. არის უამრავი ინსტიტუტი, ხო? იმას სამართალდამცავს და იმას თავი დავანებოთ, მართლმსაჯულების იმას ინსტიტუტებს, ხო? რაღაც საზოგადოებრივი აზრიც ხო არსებობს, ისეთნაირად შევარცხენ ვიტყვი რაღაცნაირად კანონით დაშვებული იმას მივიღებ რა ზომას და რაღაცნაირად წარმოვაჩ. ესე არ ხდება რაღაცა იდიოტობას რო გააკეთებს ადამიანის საზოგადოებაში, ხო? აუცილებელი არ არის პოლიციელი მოვიდეს სისხლის სამართლის ახმიანა დაკითხვებზე ატარონ და ციხეში ჩასვა. შეიძლება ისეთი რეაქცია მიცეს საზოგადოებამ, რომ იქ საერთოდ თვითონ არ მივიდეს და არ გამოჩნდეს. რაღაცა უშნოდ მოიქცე, მაგალითად ფეხმძიმე ადამიანს არ და ქალს არ დაუთმო, ან სუდად მოექცე ავტობუსში, ან ადგილი არ დაუთმო, ან რაღაცნაირად ის შეავიწრო და რაღაცა შენი სრული კანონით უფლება გაქვს, რომ შენი ნაყიდი ბილეთია და არ დაუთმო ადგილი, მაგრამ არავინ მოგიწონებს და გაგრძნობინებს ასეთ იმას, ხო? 1000 საშუალება არსებობს. ეგრე ვირას ჩათulis სწორია და არასწორია იმის მიხედვით თვითონ გადაწყვიტოს რანაირი სახელმწიფო გვაქვს და რანაირი ამბავია. და ძალიან ისეთი ის არის, რომ ამ თვითონ ნოდარ დუმბაძეც კი შემეწოდა, რომ მისი ამდენი ისა პერსონაჟიდან რაღაც ისა როლ მოდელად ეს ტიგრან გულოიანი და ეგეთი ტიპები აირჩიეს, ხო? ანუ დახვედრაც ეგეთი იყო. ეს ახლა არაფერს ვერცი შეიძლება ძალიან ესეთი ინტელექტუალური და ეს ჰუმანური ტიპი არის და უბრალოდ აღელდა და ავარდა და რაღაც ეს მოუვიდა, მაგრამ რაღაცნაირად ეს პაპიროსის დაჭერა, ეს ჯიპში ეს მაფიოზური ჩასმა, როგორ მოყავთ რაღაცა კარგი რა. ასევე დაკავებიდან მეორე დღეს გავრცელდა მის დაწერილი წერილი, რომელიც იყო ძალიან კაი დაწერილი წერილი, ანუ კი არ ვეთანხმები შეგნის რაც წერია, მაგრამ მის დაწერილს არ გავდა. ნუ ხარ ვიცი ვინ რა დაწერა, მაგრამ ნუ მე რო შევხედე მეთქი ეს გავს პიარის სპეციალისტის დაწერილს, იმიტომ რომ ზუსტად არის რაღაცა talking point-ები, როგორც იციან, კაი არ იყო ეს სულელი კაცის დაწერილი წერილი, იყო საქმის ცოდნით შექმნილი და შეიძლება მან დაწერა, არ ვიცი, მაგრამ ყოჩა კარგად წერს. ხო და რისი თქმა მინდოდა? არ წერს, მაგრამ კარგად. რისი თქმა მინდოდა? აი ესეთი რეაქცია სისტემის პროპაგანდის სასამართლოსი და და წაახალისა აი ამ ტიპების გამოჩენა და ჩათვალეს ხო ისე ამბობ, თითქოს ეს შემთხვევით მოხდა რომ წაახალისა იცი რა, არა ჩათვალეს რომ ეს გავიდოდა რა ასეთი ორგანიზაცია მოსული იყო და რაღაცნაირად ველკამ იქნებოდა ამათი გამოჩენა. დალოცვად ვამბობ, რომ აი ყველას მინდა რომ ის ცხოვრება გქონდეს, შენს, გოჩა შენს და ყველა მაყურებელს, რომ თავარი პრობლემა ჩვენი იყოს, რომ კომიკოსმა ნოდარ დუმბაძეზე რა თქვა ან რა არ თქვა, რომ ეგ მაწუხებდეს ყველაზე უფრო და არა ის რომ გზებზე რა ხდება, სადაც ხმის ამოღება მიჭირს მაგასთან დაკავშირებით, ყოველ დღე ტრაგედიაზე ხდება. ავტოსაგზაო შემთხვევებზე მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკი ინფლაციასთან დაკავშირებით ფული რო არა გვაქვს ის გადათხრილია ეს მართლა თუ აი მაგის მიღმა დაждები და იცი რა მაწუხებს აი ეს მაწუხებს ყველაზე უფრო შურს შენი აი მაგრა გულით შურს რომ აი ეგ არის პრობლემა რომელიც შენს ტოპ 1000 პრობლემაში მოხდა რომ ისე მიქ რაღაცა თქვა და ყველა ვიცით რომ არავისთვის ეგ პრობლემა არ არის ეგ არის შექმნილი შეთითხნილი რაღაცა გადმოგდებული, რომელსაც ადამიანები აიტაცებენ, რომელსაც რო ჩამოაწერინო, რომ აი რა გინდა რომ მოხდეს ხვალდაზე, თუ იქ უნიშეს სახელი გაიჟღერებს, ესე იგი აი სხვა ყველაფერი დაალაგებული აქვს. რამდენად ყველაფერი დაალაგებული უნდა კონდეს, რომ მაგაზე წუხდე და წახვიდე და ორგანიზაცია ჩამოაყალიბო, რომ იმან ვინმე რამე ისეთი არ თქვას.
აბა გამოვიდეს ბიძინა და თქვას რომ მაინც არ მომწონს ნოდარდუმბა და როგორც წერალიო დაიშლებიან უკვე ხმას არავინ არ ამოყ ყველა ეტყვის რა თქმა უნდა მას უფლება აქვს რომ თქვას და მართალიც იქნება რომ აქვს უფლება რომ თქვას იცი რა მე იტყვიან ხო ხო და აქ თვითონ მე ეს რეაქცია რომ არავინ არ შეხვდა ტაშის ყვრით და იმით სიხარულით და მოდი გაგვლახე და მოდი დაგვსაჯე და რაღაცა რეაქცია ქონდა ძალიან ესე ჩემი ბაბლი წალეკა რა ვისაც უხუმრია აქამდე გამოუჩენია თავი ყველა არ მარტო ბაბლი ყველასთვის არის ძალიან ტკივნეული მოგონება და ერთ-ერთი იარა რომელიც არ შეხორცებულა ქართველების ვინც მაგას მოვესწარით არაფორმალური შეერაღებული დაჯგუფებების საქართველოში რომელიც შეერაღებული ეგენი არ არიან ან შეიძლება მოკლედ ყოველ შემთხვევაში არაფორმალური დაჯგუფება რომელიც თავის თავზე იღებს რაღაცას რაც მაგათი საქმე არ არის ეგ არავის არ უყვარს არ არსებობს ყოფილი მხედრიონებიც არ არსებობს რომელიც დიახაც რა კარგ ორგანიზაციაში მივიღეთ მონაწილეობა ხო და აქ რაღაცა კიდე ახალი უნდა გავაკეთო ხო და რაღაცა თვითონაც ის ხომ ნაწყენები იყვნენ როგორი რეაქციაც ქონდა დასცინეს და თან ცოტა გაკვირვებულიც იყვნენ რომ რატო არ შეეშინდათ უფრო ელოდნენ რეაქციას რომ აი რაღაც ეს ვისაც მიემართებოდა ეს მუქარები ის საზოგადოების ის ნაწილი დაშინდებოდა და მთელი სერიოზულობით და რაღაცნაირად ამ ქედმოხრი დაიწყებდნენ წერას და არა არ ვიცი ახლა ესეთი ის არის ნუ ეს ფიზიკურად შთამბეჭდავი ტიპია შეიძლება ეს გაბარიტებით და იმით ეს ყურიც ის ქონდა ეს დამტრეული მოჭიდავეებს რო აქვთ მაგრამ ნუ ახლა რა ვიცი ესეთი არავის არ უკონტროლებ მაგრამ მაინც ყურზე აქცენტი ყავს არა მოჭიდავები და ყველას ყური გატეხილია ხო და არა მაგას რო ანუ ეს იყო რაღაცნაირად იმასავით საშუვით თუ აბონემენტით თუ განაცხადილით იყო ეს ყური რომ ნუ სერიოზულად სერიოზული მოჭიდავია სერიოზული ის არის მებრძოლია და ნუ სერიოზული ძალა გიპირისპირდება მაგრამ შედეგები რაც იყო ფლაცეროსული არა აქ MMA სპეციალისტების ის შოთას ის ნახე მედიღმელაშვილის რომელიც თვითონაც ხო და არაფერი ყველაზე წარმატებული მე რა იცი და გული რაზე დამწყდა იცი ქართლსა და კახეთში იმერეთშიც მაგრამ განსაკუთრებით ქართლსა და კახეთში სოფელი არ არის სადაც 1-2 ოლიმპიური ჩემპიონი არ იყოს ხო და რაღაც ესეთი ავტორიტეტი პარლამენტში ბოლო-ბოლო რა აი ყურე გენო პეტრიაშვილი და ეს ლაშა ტალახაძის მუქარა და ის სადარაჯოზე ყოფნა ამ ღირებულებების არ იყო საკმარისი და ეს რაღაც ესეთი დამწყები სპორტსმენის თუ მოჩხუბრის ის გამოყვანა იყო აუცილებელი ეს ვერ მივხვდი და ეს ხო არ ვიცი აი ამ ყურების დამტრევაზე შენ წეგან თქვი რომ ბევრს აქვს დამტრეულიო ესეთი ხუმრობა არის ხო ძალიან არის ამ ჩრდილო კავკასიაში მაგას შვება აქვს რა ახობლები ყავს ეგეთივე ყურებით იმიტომ რომ მოჭიდავები ბავშვობაში მეც პატარაზე გატეხილი არა მაქვს ესე მაგრამ უყურე ახლა მე მგონი ცოდნაც წავიდა და რაღაც ეს ხო შედედებული სისხლი არის რომელიც მე ქვავდება და ამიტომ ტოვებს ხო როცა ყური ახალი გატეხილია თუ არ დაიზარებ პოლიკლინიკაში გაიქცევი ან იქვე არის ვიღაცა დარბაზში ექიმი და რაღაცა და ამ იმას სისხლს რომელიც ამ ხტილის გატეხვის გამო მოდის ამოტუმბავ ხო ჩვეულებრივი ყური გექნება ახლა შეიძლება საღი ესე შენსავით ლამაზი ყური არ კონდეს და ბუდასავით ჩვენიერი მაგრამ ხო ჩვეულებრივი ყური გექნება მაგრამ ნიკო არ ვიცი ეს შემხვდა TikTok ვიდეოები თუ rilsები ხო ჩრდილო კავკასიაშიც და კავკასიელები ჭიდაობენ განსაკუთრებით და ჩრდილო კავკასიაში ძალიან არის ყურები და თვითონ ჩრდილო დამტრეული და თვითონ ჩრდილო კავკასიელები შვებიან გადაობენ ამაზე რომ ისაო ყურებია ყურების დამტრევაო ნუ ისა მაქო რა სალონი მაქო და ვამტრევო რა ყურებს და ისაო ხო ისა მარჯვენა ყური ღირსო 1000-იო პირობითი რაღაც ვალუტა და მარცხენა ყურის დამტრევა ღირსო ორჯერ ძვირიო აბა რატო როგორ ფიქრობ რომ მარცხენაზე ესე იგი შენ მოიგე არ ვიცი რასადროდეს ის კითხვა როგორ და ეს თვითონ ეს ანეკდოტივით არის და გადაღებული არის რა იცი რა არის მარცხენა ყური როცა დამტრეული ავტომობილიდან გადმოუსვლელად ქმნი ამ იმას მრისხანების შთაბეჭდილებას ატმოსფეროს რომ მიხვალ სადმე ან გასამართ სადგურზე ან რაღაც ტრაფიკების ობიექტთან ან ვიღაცას ან გაგაჩერებენ რაღაცა ეს მარცხენა ყური ფანჯარაში არის და ამიტომ უფრო მისი დამუშავება უფრო ანუ ერთგვარი საჯდო ბარათია რომელიც აშინებს ადამიანს მეც მართალი გითხრა ორი სხვადასხვა ტიპი რო გამეჭიმოს ერთი დამტრეული ყურით და მეორე დაუმტრეველი ყურით დამტრეული ყურის ასე უფრო შემეშინდება ხო ეგეთი ამბავი არის და ეგ მარტო ყურით ხო აი ანეკდოტი მაგაზე მოუყვევი ნიკო რომ შეიძლება ეს ყური ესეთი მე 21 საუკუნე არის გაიგე
რა შეუკვეთე რა ჩამოვიდა სამბავი არის ყური. ხო და ახლა მარტო ყურის ჩვენებით, ხო, რა ვიცი, ახლა იმას მებრძოლ საზოგადოებას, რომელიც რაღაც ღირებულებებისთვის იბრძვის და რაღაც უკეთესი მომავლისთვის და რაღაცა. აქ მთელი უბედურება რა არის, ნიკო, იცი? აი პროპაგანდამ არ ვიცი მე როგორი ძალისხმევით, ხო, იმას მიაღწია, რომ არავინ არ ცდილობს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ვისაც ძალაუფლება აქვს, რომ რაღაცნაირად ეს დაპირისპირება შეარბილოს. იცი, აი ეს ბზარები, აი ეს ხიჩატეხილობა უკვე ყბადაღებული რაღაცნაირად აღმოიფხრას პირიქით. ეს ახლა ეს დაპირისპირება ეგრე ხო არ არის, სადმე რომელიმე საზოგადოებაში მომხდარა, ეგრე რომ ვიღაც ადამიანი გამოვიდეს და დაიმუქროს და აი სხვა რაღაც წამსით რაღაც იდეები აწუხებდა, რაღაც აზრებს გამოთქვამდა და გაქრეს. ეგრე მე მახსოვს რომელიღაც გადაცემაში მე მგონი ნოდარ ნათაძემ თქვა, აი მუქარაზე და შიშზე და იმაზე, რომ როგორ რომ მე მოაზროვნე ადამიანი ვარ, აი საქონელი ხო არა ვარ, რომ დამემუქრო და შემეშინდეს და გავჩუნდე, ხო? ეგრე ვინ გაჩუნდება? ან ეგრე როგორ იდეა თავ იდეის გულისთვის იბძვის ხალხი და რა რთული არის რაღაც ამ სისტემის ნაწილად ქცევა. ჩვენ ხო ვიცნობთ ბევრს და არც რა ვიცი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, არც სხვა რამე შესაძლებლობებით არავის წინ არ არიან. რა ვიცი, მე მგონი პირიქით რაღაცნაირად ნეგატიური სელექცია მიდის, ხო? სისტემის ნაწილად ქცევა და კომპრომისზე წასვლა მორალის ამბავია, თორე რა მაგაზე ადვილი რა არის, ხო? ეს დაემუქრო ყური ვაჩვენო და ბოდიში ძმაო და შენს ხარეს გადმოვდივარ და ყველაფერი რაც მიკეთებია აქამდე არასწორი იყო. ესე არ ხდება. ხო და ამას უბრალოდ რა არის, ეს იქნება ცუდი საზოგადოების ცალკეული წევრებისთვის და მთელი საზოგადოებისათვის. ამას რო ხელოვნურად იმას უქმნიდა. ხელოვნური რო არის ეს და გაკეთებული. ხო, მეორე დღესვე გამოჩნდა რაღაცნაირად უკვე ის გაგიჩნდებოდა ემპათია, რომ რაღაც თავი მოისაწყლეს და იქ იუსტიციის იმაში ესეთი კანონმორჩილი მოქალაქეებით მისული იყვნენ და რეგისტრაციას აკეთებდნენ და შეწუხებული იყვნენ ბულინგით. შენ ბულინგმა შეგაწუხა და აგერ ხალხს იმას თავპირის დამტრევით და ციხეში წახა. თავპირის დამტრევაც არის და შეიძლება რა ვიცი ახლა როდესაც ტიპი გამოდის და გემუქრება და ციხეში წავალო, ხო ახლა ის რას მოზომავს, ისე გამლახავს თუ მომკლავს. როგორ გავზომოთ? ანუ ადამიანს ემუქრები მოკლით და მე უცბად ჩივი იმას რომ მაბულინგებენო. რაღაცნაირად არასწორი არის და თან ისევ და ისევ, ხო? გეუბნები კანონები ისე შეცვალეს, რომ რა ვიცი სპეციალური ის სამმართველო აქვს მონიტორინგის, რომ ვინ არა თუ რაღაც რელიგიურ და რაღაც იმეებს, ხო? უბრალოდ ორი სრულიად მეგობრებიც ხო ისა მოყვნენ ამ კანონის წნეხის ქვეშ, რომ ერთმანეთს რაღაცას ეხუმრებოდნენ უზდელურად და არ აინტერესებს სისტემას, მიყავ ხარ სასამართლოში და ჯარიმას გახდევინებს და სხვათა შორის კურატორი ვინც იყო აი ამ იმის უწყების ბატონი მამუკამ დინარაძე ხუმრობდნენ რომ რაღაც სამი თვე გავიდა და წოდება არ მომატებიაო, ახალ თანამდებობაზე დანიშნეს. ის აღარ არის თავრობის ვიცე-პრემიერი და რაღაც სახელმწიფო მინისტრი არის რეგიონი. ხო და ამას ვერ ხდება ვერავინ ვერ მიხვდა, იმიტომ რომ თავის თავდაპირველ თანამდებობაზე სადაც იყო ხმები გამოდიოდა რომ შეიძლება ყოველთვის მოსაწონ საქმეს არ აკეთებდა, მაგრამ არ ქონდა იმიჯი კაცისა, ხო, რომელიც არაფერს არ აკეთებს. ანუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეები ნიკო, ჩვენ არ ვიცით სისტემა როგორ რაღაც გააკეთა, კვირაში ერთხელ ახალ მედალს აძლევდნენ, რომ ბრეჟნევივით იყო რაღაცა წოდება, ეს მედალი, ეს ორდერი, ეს ყველაფერი. მე უცებ თქვას რომ ეხლა შენ ეს იქნები, მე რატო? ასევე ძველი ანეკდოტი არის, საბჭოთა ანეკდოტი. გული არ წდება, მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო. როდესაც ენერგიულად რაღაცას იძიებ, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ შენ თავზე არ გახვიდე ბოლოს, გაიგე და როგორ ჩანს ისე მიდიოდა, რომ ვიღაცას არ მოეწონა სუში მის საქმეა. სინამდვილეში ნიკო მთელი უბედურებაც ეგ არის. ჩვენ ხო რაღაც რეიტინგებით, მოგონილი რეიტინგებით ვეჯიბრებით ევროკავშირს და ყველას ამ იმებით, ადამიანის უფლებების დაცვით და ღია საზოგადოებით და ასე შემდეგ. სინამდვილეში სისტემა როგორ მუშაობს, რის გამო ვის აწინაურებენ და რის გამო უშვებენ ვერ ხვდებით. ანუ გამჭვირვალე არ არის, ჯიმი, იმიტომ რომ მე მეგონა რომ მაგათ გამჭვირვალობა უნდა და არ ისე ხდება ხოლმე რაღაც გადაადგილება, რომ ვერც შეიხედავ შეგით არ არის ეს გამჭვირვალე. რა
აი რის გამო როგორ შეეშალათ ეს რომ ეს დროს გამჭვირვალობას ვერ მიაღწიეს იქ რის გამო მოხსნეს სუსიდან რის გამო გამოუშვეს კაცი რომელსაც აი რა ნაპოლეონს შეშურდებოდა მისი ესეთი თავბრუდამხვევი კარიერა ხო აი პირდაპირ აიჭრა მერე გადაი ვიცე-პრემიერად ახლა ვიცე-პრემიერობიდან იქ სახელმწიფო მინისტრად გადაიყვანეს და აი მთელი ეს არანაირ უბრალოდ მაგარი არის, ეფექტიანი არის, კარგად მუშაობს და ასე შემდეგ ესეთი ზოგადი არაფრის მომცემი ფრაზებით აფასებენ მის მუშაობას, განვლისსაც და მოლოდინებსაც და ყველაზე საყურადღებო ასევე რა არის? აი კულტურის მინისტრი, რომელიც ასევე გუშინ თუ გუშინწინვე მოხსნეს, თვითონ დაწერა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდაო. ხო, აი გუპრებისა ყობახიძეს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა წარადგინა ხო ყობახიძე ახალ თანამდებობაზე იქვე შეეძლო ეთქვა რომ მისი მთავრობის წევრი კულტურის მინისტრი წავიდა სამსახურიდან ნუ დაუშვათ დაუჯერეთ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა რამე ორი სიტყვა არ უნდა ეთქვა რაღაცნაირად არ უნდა შეეჯამებინა ან თვითონ ის მინისტრი არ იმსახურებდა ან საზოგადოება არ იმსახურებდა რაღაცნაირად ორი სიტყვა თქვა მინისტრია ის ხო არ არის არა რაღაც იმის კანცელარიის რომელიღაც რიგით თანამშრომელი რომელიც ასევე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მაგრამ ყოველდღე არაჩანს იმაზე ხო ეკრანზე და საზოგადოების წინაშე ხო რაღაცნაირად არ იმსახურებდა ახლა უკვე ეჭქვეს დგება ასევე ახლა შენ გაგეცინება ჩემს მეამიტობაზე რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა მით უმეტეს იმსახურებდა განხნევებას და ხო ხარ მოიტყუებოდა ხო ისე თუ მართლა რაღაცა ჭირს ხოლმე ეთქვათ რომ აი გვერდით ავარ ასეთ კი რაღაცნაირად რომ ასეთ მნიშვნელოვან იმას გუნდის წევრს კარგავ და ის ხო მე აქედან მე მოდის ეს ჭორები და რაღაცეები კორუფციასთან დაკავშირებით იმასთან დაკავშირებით სხვა შორის ანუ მე ხალ ფიქრობდი რომ სხვა ქვეყნების ბევრი მაგალითი არის უფრო ამერიკის შიდა პოლიტიკას ვადევნებ ხოლმე თვალყურს და იქაც ახლა ხშირია რომ თქო ვიღაც გადააყენეს და ამბობენ რომ დიდი მადლობა კარგად იმუშავა ესა მაგრამ პარალელურად მედიაში ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია რატოს სინამდვილეში რომელსაც თვითონ თეთრი სახლიდან ეუბნებიან ხოლმე რომ თქვა ხმამაღლა არ ვიტყვით ახლა ესე მაგრამ რომ იცოდეთ უკმაყოფილობა რამით ამით ისე დაწერეთ ჩუმად რომ ერთგვარი ანგარიშვალდებულება არის ეგეც რომ აი იცოდეთ რა ხდება საერთოდ ან ვიღაცა გამოიტანს ამბავს ან გამოატანინებენ მაგრამ ისეთი დახუფული და ის რომ ვაიმე მოწმენდილ ცაზე რაღაცა მოხდა არ არის ჩვენთან არ არის და იმიტომ რომ ხო ეს უხეშად რო ვთქვათ ამას არც საზოგადოება იმსახურებს და რა ვიცი თუ მართლა არაფერი დაუშავებია იმას თანამდებობის პირს არც ის იმსახურებს ასეთი ფორმით გაშვებას ხო რაზეა ლაპარაკი ხო ნუ მაგრამ ესე არის ხო ის იმასაც კი უყურე ერთი ხო არის ეს რომ აი ვერ ხსნი რატომ ამოძრავებენ ამ ადამიანს ესე ხო თან როგორ გითხრა ის სუსი იმდენად მნიშვნელოვანი არის ამ სისტემაში ხო აი ხელისუფლების ხერხემალი არის ხო ნუ ახლა შეიძლება ჩვენ არ დავიჯეროთ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი შესაძლებლობების ადამიანური რესურსის ინტელექტუალურის ფინანსურის 99%-ს მიმართავს საგარეო საფრთხეებთან და ოკუპანტის წინააღმდეგ და რაღაცა ну ვიცით საითკენაც არის მიმართული მაგრამ თვითონ სისტემისთვის ხო არის მნიშვნელოვანი ხო იქიდან ადამიანის გადაყვანა რაღაც ფორმალურ თანამდებობაზე ვერანაირად ვერ ჩაითვლება დაწინაურებად ვიცე-პრემიერი ბუნებრივია ფორმალურად კანონებით და ისე უფრო ბევრად მეტი ის არის ხო მე რაღაც ეს კოორდინაცია ზალოვან გამოგონილი არის ხვდები არა კოორდინაცია ჭირდება შინაგან საქმეთა მინისტრს სუსსა და პრემიერ-მინისტრისთვის არის ხო პრემიერ-მინისტრი ხო მინისტრების და ან სხვა სამინისტრო ან თავდაცვის მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს რატო ჭირდება პრემიერ-მინისტრის და კიდევ ვიღაც ტიპი კოორდინაციისთვის არანაირად ხო ყველა ხვდება რომ რაღაცნაირად თითიდან გამოხშირად უნდა გამოვიყენოთ ხოლმე თვინიერ ვიღაც აკაკი ბაქრაძეს უყვარდა და ხო და ბრძენი კაცი იყო და ჩვენც უნდა რაღაცნაირად ეგ ხო და ახლა ეს კიდე ეს ამბავი რომელიც თან რაღაც დროებით საგავს და ახლა უყურე ყველა ფიქრობს რაღაცნაირად მოცილებას ფიქრობენ ისე რომ ნუ აი რაღაცნაირად ან რენომი არ შეულახონ რაღაც მაგრამ ასევე იგივე მასშტაბის არგუმენტებს დაგიპირისპირებენ რომ იქნებ პრემიერ-მინისტრად ამზადებენ აი რა აბსურდი იმაში ვართ იცი აი როგორი რაღაც არის აი თანაბარი ალბათობით შეიძლება ნიშნავდეს კატასტროფასაც და დაწინაურებასაც ან პანი არის და ან დაიღუპა ან პრაპანი ხო ის დაგჭა ერთი წავიკითხე რომ ფიფია და მჟავანაძე ჩხუბობენ და ხო და ეს რაღაც ეგ იყო ყველაზე გასართობი რაღაცა ვინც არის ის ყავს ორი პრორუსი ქართველი რომლებიც მოსკოვში არიან
ერთ-ერთი ვინც არის ეს მჟავანაძეს რა ქვია ნიკოლოზ მჟავანაძე რომელიც რამდენი 2 წლის წინ ქონდა რაღაც ვიდეო რომ რა კარგად იციან დახოდრა მოსკოვში თოროს და ხიზილალას ჭამდა ანუ მაგდონეზე იყო რომ ხიზილალა მაჭამეს მე ეხლა არის მე მგონი ასპირანტურაში თუ სადღაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაში მეგობრები არ აქვს აქედან გაიქცა არ აქვს სამსახური არ აქვს და ამაში ადანაშაულებს ფიფიას ფიფია ვინ არის და რა ქვია და ფიფია არის ასევე პრორუსი პოლიტიკოსი მე უფრო ვფიქრობ რომ უფრო რუსი პოლიტიკოსი არის ხო და როგორ ჩანს რაღაც კონკურენცია არის ამ იმაზე რუსულ ფლანგზე ხო და ერთმანეთზე ეჭვიანობენ ეს რაც ამ შავმა კატამ გაირბინა მათ შორის მას შემდეგ რაც ეს მჟავანაძე წავიდა რუსეთში და იქ როგორ ჩანს რაღაც იმათვის ერჩინოთ რომ აქ ყოფილიყო ხო ანუ არა ნუ როგორ ჩანს რაღაც დამოუკიდებელ მჟავანაძე ადრე იყო რაღაცა ტრანსპორტის არა უფრო მანამდე მე ვამბობდი ეკოლოგიური მიმართულების რაღაც ის არასამთავრობო ორგანიზაცია ქონდა დილის გადაცემაში ყავდა მე და ნინო გელაშვილს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი მოვიდა და რო ლაპარაკობდა ვფიქრობდი რომ აი ნახევარი საათი რა გაძლებს ბოლომდე იმიტომ რომ არ ტოვებდა ყველაზე უფრო დიდი ინტელექტუალის შთაბეჭდილებას. ეხლა როგორც არამოქმედი ჟურნალისტი უფრო თავისუფლად შემეძლია ვილაპარაკო და მოგონება თქვა, ანუ განსაკუთრებულად ცუდი ან კარგი რამე კი არ უთქვამს, მაგრამ 20 წუთი არის შუაში რეკლამები და რაღაციანად საერთო სასაუბრო ეგრე ძალიან იშვიათად გამჭირვებია ვიღაცთან თუ კითხვას უსვამ და ის ატყობ რომ ყოველ სიტყვასთან ერთად მსმენელს კარგავ, იმიტომ რომ რაღაცებს ბოდავს და მე არ ვიცოდი რომ რუსეთი უყვარდა მაშინ მაგაზე გარემოს დაცვაზე ლაპარაკობდა და ვერ ხვდებოდი მაშინ რომ განსაკუთრებით რუსეთის ბუნება ხო და აქ იმდენად აიცი რა ბევრი რამე წავიკითხე სიღრმეებში და ესეთი აი რას ვერ იყოფენ აი საიდან დაიწყო და რამე თვითონ ეც გამოთქვავს ეს ნიკოლოზ მჟავანაძე მას შემდეგ ესე იგი გაგვიფუჭდა ურთიერთობა რაც მე რუსეთში წავედი და როგორ ჩანს რაღაცნაირ რაღაც იმის კონკურენცია არის არ ვიცი დაფინანსების წყაროზია არ ვიცი ხა ვერ დავიჯერებ რომ ესეთ რაღაც თავისუფალ კონკურენციაში არიან შესული და იდეები და ამორჩევლის გულის მოგებას ცდილობენ და რაღაცა მაგრამ არის თვითონ დაპირისპირების გარეგნული მხარე ესთეტიკა არის ძალიან სასაცილო აი ხოთან ერთმანეთის ძირითადად მე მგონი ნიკოლოზი რადგანაც ის აქ ტელევიზიასთან და ამ აპარატურასთან ხელი მიუწვდება და უფრო ის არის გაქექილი არის ხო ჩანაწერები აქვს და ნუ სრულიად წარმოუდგენელი არის როგორ აგინებენ ერთმანეთს და რა სიტყვებით ის არის ხო ისა მიწისძვრა რო იყო და ხო ეგ არის მიწისძვრა რო იყო და რო გარბოდა რომელიც მიწისძვრისგან ყველა გავიქცეოდით მაგრამ განსაკუთრებულად დამბრთხალი თაგვისტვალებით გარბოდა ანუ ის კი არ იყო რა ჩუჩულა კი რა არ ვიცი ხო და რა ვიცი შეიძლება თქმა ეთერში ანუ მე არ ვიცი რა შეიძლება რომ საშინელი გინება ვთქვით და ბოდიში ამის გამო ჩუჩურა კი რა სულელს გავს არა ხო რავი დურაკსაც გავს და რა ვიცი ხო და მოკლედ ხო და თვითონ რა არის იცი ფულს მიხდი და ერთ-ერთ იმაში ვიდეოში ამბობს რომ ცუდად იცის რუსული ამ ფიფია ახლა ცუდად ვერ ვიტყვი რომ ცუდად იცის რაღაცნაირად აქცენტით და შეიძლება ესეთი თავანკარა ქართულით ვერ ლაპარაკებს და მის მონტაჟსო არ ვიცი ნიკო რამდენად მიიღება ამ არგუმენტს მის მონტაჟსო მეტი წვალება ჭირდებოდაო ესე იგი ჩანაწერსო რა ინტერვიუსო და ტექნიკურად უფრო რთული იყო რაღაც 3 საათიანი ძალისხმევა და ამისასო ფულს ვარ დითო ხო და არ ვიცი ამის გამო ჩათვალაო რომ მისი ვალში ვიყავითო და რაღაცა მისგან დამოუკიდებლად არ უნდა გვემოქმედა თუ რაღაცა მოკლედ აი გაფუჭდა ურთიერთობა მე შეიძლება ვიგე რატო გაფუჭდა ურთიერთობა ხო და მაგრამ ხო და აი არც ბოლომდე არ მაინტერესებს მაგრამ ის ვიდეო რომ ნახე კარგი იყო ანუ რაღაც კარგი წხოვდება აი დაახლოებით იმ მასშტაბის ის არის აი ცნობილი ის რო არის სატელეფონო ის გიორგი გამსახურდიას და ჯონდის ის რო არის გასაუბრება ну იმას მაინც ვერ შეიძლება ის რაღაც სხვა დონი არის და რაღაც ეგეთი მაგრამ ну აქაც ეს არის ხო და თან ახლა ყველას გონია რომ იქ მოსკოვში არის და იქ ასპირანტურაში დადის იქ რა ქვია ლომონოსოვის უნივერსიტეტში პატრიარქის იმაზე ტბორებთან თუ რაღაცა და ასპირანტურაში ოფლსა და ტვინს ანთხევს და ბელორუსიდან ქონდა ბოლოში ჩართვა საუკეთესო ქვეყნებში დადის. კი, და ის შენ ამბობდი ეს ხიზილალას რომ იმაშობავ და კი, არა, მე სხვა ის მაგ პაესტკაში სხვა ისიც ქონდა რომ მაკდონალდსიო ვის და რაო მაკდონალდსიო თუ რაიო точка и вкусно თუ вкусная точка ხო არის იქაც იმაშობოდა
ბოდიში და ღმორზლავ და იმას მე მინდა ყოველგვარი ყალბი პატრიოტიზმის ან რაღაცის გარეშე ჩვენი მაკდონალდსის ხვებზე გემრიელი, ანუ ბევრ ქვეყანაში არ აღარ ნამყოფი, მაგრამ სხვაგან სადაც მიჭამია ძალიან დიდი განსხვავება. ძალიან დიდი განსხვავება, ჩვენი ხანდახან შედიხარ და ხასიათი გარემო ცხონიკო ის. აი გარემოც, მაგრამ თვითონ გემრთი. ბოლოშია წლების წინ იყო, მაგრამ გერმანიაში ბერლინში ჭამე სადაც და მუყავ ორ მაკ ჩიზბურგერს ჭამდი და მეთქი რა არის ესა? ლიბერალის პატრიოტიზმი. როგორ? ლიბერალის პატრიოტიზმი, ხო? აი გლობალური მაკდონალდსი რაღაც ეგეთი ისა, მაგრამ ქართული ჯობია მაინც. რეალისტი ვარ, იმიტომ რომ არის სხვა ქსლები, რომელიც ჩემი აზრით არ არის ესეთი კარგი, როგორიც სხვაგან. ნიკო, მე მეგონა იქ დაგვესვა წერტილი ჯობდა. ხო, ისე უთხრათ ახლა მაყურებელს, რომ შემდეგი 2-5 შაბათი რაღაცნაირად უჩვენოთ უნდა გაიტანო. რატო? შვებულებაში გადის. შენ გადიხარ შვებულებაში, მე სტუმარი ვარ. სადმე წახვიდე, კაი ადგილას, ქალაქი უნდა ნახო, რაღაც ქალაქს გაცდები თუ ისე რუსთავში უნდა იყოს. ქალაქს გავწდები, მაგრამ ახლა ესეთი ის რაღაც ხარ მე ინფორმაცია არ გავარცელოთ, იმიტომ რომ აი ნახე კომენტარებში ჩავხედე, ახლა Newest-ით დავალაგე და Orbital Jedi-იქ წერს, რომ ეცადეთ თავები არ გამოყოთ გარეთ, ყველამ უნდა იცოდეს ამ საზოგადოებაში არსებობს კატეგორია, რომელსაც მალვა მოუწევს. შესანიშნავია ის, რაც მოხდაო. ჯიმისაც არ ვიცი, მაგრამ ჯიმისაც არ გამოდის სახლი და რუსთავშია და მე დავიმარლებისად მე რა გავაკეთო. ლადო ფუხაშვილი წერს, შემდეგ ეპიზოდს ველოდები ბედნიერებაზე ან მინიმუმ იმაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდეო. აი დავისვენებთ და იქნება ვილაპარაკოთ სიმშვიდეზე. ზოთერი წერს, შეეშვით პოლიტიკასო. იცი რას გეტყვი? ძალიან დიდი სიამოვნებით შევეშვებოდი, მაგრა ყელში მაქვს ამოსული, თვითონ არ გვეშვება ეს პოლიტიკა, თორე აგერ ნახევარი ხო ოდისეაზე ვილაპარაკებთ, იმის მეორე ნახევარს იმაზე ილიადაზე ვილაპარაკებდი. კი ბატონო. მობიდიგზე ვილაპარაკებდით. მე ვერა, მაგრამ ნუ აყვებოდი რაღაცებში. ხო არა, ვიცი რა არის ეს საერთო ინტერესებს ან სიტყვაზე ისეთ რაღაცას შემოთავაზებს მივიღებდით ან გავცემდით, რაც ბევრად უფრო საინტერესო არის. ხო, აი როგორი რაღაცა, იცი, აი პოლიტიკა შეეშვით, ხო, რანაირად, აბა ჰაერის გარეშე ისუნთქეთ. პოლიტიკა რანაირად სიამოვნებით, მაგრამ რანაირად, ხო. რანაირად. სოსტო ფილმს წერს, ჯიმიდანიკო თქვენ რო გისმენთ, ოდნავ მშვიდდებიო, რა კარგია, უბრალოდ არ მოდუნდეთ ჯანსაღი აზრებით საუბარი. მადლობა დიდი. დასამშვიდებელსაც ვერ ვამბობთ ვერაფერს, მაგრამ რაღაც მე მგონი ის ნიშა გვიჭერავს, რომ რაღაცა რო შეგხვედავთ, აი მეც დაახლოებით ესევა, რაღაცაში დაგვეთანხმება, რაღაცაში არა, მაგრამ იციან მაინც რომ ჩვენ აზრებს ვლაპარაკობთ და არა რაღაც სიტუაციაში ვიყავი და იქ ერთმა ესეთი რაღაცა რომ აი ყველაფერში გეთანხმები ეს მაგრამ აბა რა გავაკეთოთ აი მიდი მაშინ და შევიკრიბოთ და ეს და რაღაცაზე რომ მსჯელობ და შენს თავთან ცდილობ შენს თავში გაერკვე საით არის სიმართლე საით არის პროპაგანდა საით ეს უკვე საქმეა იცი ცალკე შენ თავთან იყო მართალი და ჩამოყალიბებული გქონდეს ხო აი რა არის დამღუპელი ვიღაც ტიპი გეუბნება რომ აი ეს ღუპავს და ეს არის ცხონება ხო და ახლა შენ ხო არ უნდა მიიღო უკრიტიკოთ და ეს რაღაც იმების მსჯელობის გარეშე ხო შენს თავში რომ ჩამოყალიბდები რა არის სიმართლე და რა არის პროპაგანდა და ზუსტად რო იცი ხო ეს უკვე ბრძოლაა და ეს უკვე რაღაც ცოდნაა და რაღაც ძალაა აუცილებელი არ არის მილიონი იყო და რაღაცა ხვალვე გადაწყვიტო ხო მე უფრო შორს წავალ და აუცილებელი არის ჩამოყალიბ ხანდახან არც ვიცი სიმართლე რა არის და რაღაცა მსჯელობ თავისუფლად იმსჯელო რაღაცა მაგრამ ნუ ყველაფერი ადვილად დასანახი არ არის მაგრამ რაღაც ხედავ ხო არა ტიპები გეუბნებიან ნუ მსჯელობა აი მე რასაც გეტყვი ეგრე არის ხო აი ახაც ახლა ხო იმის წარუმატებელი პრეზენტაციის შემდეგ პირველი რა ორგანიზაციაზე რაზეც ვილაპარაკეთ ხო დღეს კიდე ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია იყო ეს უფრო მსახიობები რეჟისორები და ესენიც იგივე იმეების რომ იმას რელიგიურ სიწმინდეებს რაღაც მოღვაწეებს და იმეებს არავის დავა ჩვენ გვაქვს ხო გაკეთებული მსახიობმა გიორგი შაინძემ რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტემ ჟავიამ მათ უნდა საუბარია კანონებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ეკლესიის სიწმინდეების ისტორიული გმირების და ეროვნული ფასეულობების დაცვას. გიორგი სააკაძეზე რას ვიზამთ, რომელსაც ყოველთვის აი ზუსტად ახლა წარებოდკაში იყო ახლა ეჭვი მაქვს რაღაც ბოლო ეპიზოდი ეს ჩემში ხო რომ აი იმას რომელიღაც გადაცემაში იყო თარხან მოურავია ირმა ინაშვილი და იქ აი ესე
ფრაზა მომესმა ესე ტელევიზორი ჩართული იყო გონი TV პირველზე თუ ფორმულაზე და იქ თქვა რომ აი ახლა გიორგი სააკაძის წინააღმდეგ არის გახსნილი რაღაცა და აი ეგრევე ვიფიქრე რომ რაღაც არე პოდკასტის ეპიზოდი იქნებოდა და კი რომელსაც სტუმარი ყავდათ რომელსაც ჩავხედავ ხო რომ სახელი არ შემეშალოს ხო და ვიღაც მათითაშვილი რომლებიც იქ ყვებოდნენ რომ აი რა ვიცით და რა არ ვიცით ზუსტად გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით რომელიც ყოველჯერზე მაგაზე მსჯელობას რო იწყებ ვიღაცები შეიძლება გამოხდნენ ბათუმის რეჟისორი ან რაღაცა რომ იმას შეეხერონ გმირს და ხანდახან უნდა ვიმსჯელოთ რა ვიცით და რა არა ძირითადად უნდა ვიმსჯელოთ ვიღაც ტიპები გეუბნებიან რაღაც ზა გამოჭრილ ტრაფარეტებს ისა ვენდოთ ანუ იქ იყო რაზეც გაჭედეს ამას როგორც მივხვდი იმიტომ რომ ნიკას ქონდა მე დაწერილი რომ სტუმარი ამბობდა რომ პაატა სააკაძეს თავი მოჭრეს თუ არა ფად ზუსტად ეგრე არ ვიცით ანუ ისე ალბათ არ ყოფილა როგორც კინოში არის ან შეიძლება კიო, მაგრამ როგორც ეხა თან ის არ მინახავს, მაგრამ ნიკას იქიდან მშობლობს 3 საათიანია, ესეც კაი გრძელი არის და უნდა ჩაუჯდე მე. რომ სადაც გონია პაატა სააკაძის საფლავი, ის ნამდვილად არ არის იმ პაატა სააკაძის, იმიტომ რომ უფრო გვიანდელიაო. და მე ისტორიაში აქ-იქ ჩანსო, მაგრამ შეიძლება აღარ არის ცოცხალი და მის ძმაში ეშლებაო თავის დროზე, ვინც აღწერა ესო. ნუ ისე არ არის ზუსტად რომ ყველაფერი ვიცოდეთ და ისტორია საერთოდ მთელ სოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი მეცნიერების სფერო. იმიტომ რომ ახალ რაღაცას აღმოჩენ, ახალ საბუთს ცოტა პარადოქსული არის. მოვლენას რაც უფრო შორდები, ცოდნა იზრდება, ხო? ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გავიგეთ, აი პირველყოფილი ადამიანების და იმათ შესახებ, აი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფერო, იმიტომ რომ დნმ-ის ანალიზი რაღაცეები მუშაობს და ახალ რაღაცებს იღებ, რომელიც აი სრულიად გამაგიჟებელია. აქამდე რაღაც ყბის ფორმაზე და რაღაცაზე რომ მსჯელობდნენ, ხოლმე მეც ეგრე მასწავლიდნენ სკოლაში. იმის მერე დნმ-ები და ისა გვაქვს რაღაც ადამიანების წინაპრების შესახებ ვიცით, რომლებიც არც აღმოგვიჩენია არასდროს, უბრალოდ ვიცით, იმიტომ რომ დნმ-ში არის მაგათი კვალი თუ მით უმეტეს რომ ეს პატარა საქართველო ამ მდიდარი და ღრმა ისტორიით გვაქვს და კიდევ ბევრი რაღაცა გვაქვს შესასწავლი და დასადგენი და არ არის საჭირო ჩასაფრებული ხალხი, რომელიც ყოველ ჯერზე მორბიან და ამ საწყალ ისტორიკოსებს წკეპლებს ურტყამენ, რომ მე რო წიგნი წავიკითხე ამ ნიკასაც და ალექსანდრესაც მიქაბერიძე, რომელიც არის სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ნაპოლეონის საკითხებში. ანუ ქართული პატრიოტიზმით არ ვამბობ. ლითერალი რაღაც რამდენიმე ადამიანია და ერთ-ერთი არის ეგ. ერთი ორი დუჟინა წიგნი აქვს დაწერილი სხვადასხვა იმებზე, რომლებიც პოდკასტი ჰქონდა ძალიან საინტერესო ნაპოლეონზე და ვიღაც ტიპები, რომლებსაც წიგნი აქვს წაკითხული 1954 წელს, ამათ ესე ხელს უშლია. 20 წლის წინანდელი წიგნი დაძველებულია ყველგან, უკვე, იმიტომ რომ იმის მერე რაღაცა იპოვეს, რაღაცა წერილი იყო. მანფრედი და ტარლე თუ აქვს წაკითხული, ეგეც მაგარი ამბავი და ძირითადად მსჯელობენ ფილმებით და აი ახლა გიორგი სააკაძეზე აი დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოების 90%-ის ცოდნა არის აი მიხეილ ჭიაურელის ფილმი და იმ ანტონოვსკაიას დიდი მოურავი. რომელიც რომანია, ხო? და მაგის მთელი ისა გვაქვს კიდე რომ მსჯელობა იყო იმის გარშემო მეც სკოლაში მაგაზე ყავთ რომ კარგი იყო თუ ცუდი გიორგი სააკაძე რომელიც ისტორიულად რო შეხედავ კარგი იყო თუ ცუდი რას ნიშნავს ანუ იყო ადამიანი რომელსაც თავისი რაღაცები ამოქმედებდა შეიძლება რაღაც შედეგი კაი მოიტანა რაღაც ცუდი მაგრამ კარგიანება და ცუდიანება არ იყოფა ეგრე ანუ არის კაი ხალხი რომელსაც ცუდი რაღაცები აქვს გაკეთებული არის ცუდი ხალხი რომელმაც მე შეიძლება კაი შედეგი მოიტანა და კარგია თუ ცუდიას დედავატირი ხო არა თან რა არის ამ მეცნიერება სხვა სტანდარტი აქვს ახლა ისტორიკოსები არიან მესმის რომ ლამაზი ისტორია არის სიტყვაზე ის რაც ფილმშია მოთხრობილი ხო მაგრამ და დიდი სიამოვნებით გაიმეორებს სხვა ისტორიკოსიც სიტყვაზე მაგრამ ხო რაღაც მეცნიერებას ხო თავისი მეთოდები აქვს ხო მტკიცებულებების ბაზა უნდა იყოს რაღაც ყარუები უნდა იყოს ერთმანეთთან დარდებოდეს და ამ სტანდარტით ითხოვენ ხო და ამ სტანდარტით ცდილობენ ახალი ცოდნის შეკრებას ხო და იმის არ იყოს ხო აი პარადოქსი არის მეთქი ნიკო რაც მოვლენდა რაც უფრო მეტი დრო გადის რომ ცოდნა უფრო მეტი რო ხდება აი დღეს რო რაღაც გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკოსები, ხო თითქოს ესეთი ამბავი არის არა, რომ რაღაცნაირად ყველა მოწმე, ცოცხალი მოწმეები არიან, დღეს უყურებთ ამ ამბავს, ხო, რაღაც და მეტი ცოდნა უნდა გქონდეს და დარწმუნებული იყავი რომ 10 წლის მერე უფრო მეტი ის, იმიტომ ვიღაც ჩანაწერს გამოაქვეყნებს, ვიღაცა იმის ოქმს გამოაქვეყნებს, რომელზეც ხელი არ მიუწვდებოდა ვიღაცას და რა მოძრავები და რა მიზნით მიიღეს და რაღაცა, მერე და მერე უფრო იზრდება. ხო, ბოლო ჩვენთან ესეც სწრაფად არ გაიზრდება, იმიტომ რომ ისევ ისტორიის ისტორიკოსების ტკივილს რომ მოუბრუნდეთ, იმიტომ რომ ის ოხერი არქივები ჩაკეტილი აქვს და ყოველ ჯერზე რომ შეხვალ ფოტოს გადაღება არ შეიძლება, ის ქსიროქსზე უნდა გადააკეთო, ის გათბობა არ აქვს, საშინელება ხდება იქ, რომელიც ხდება სპეციალურად, იმიტომ რომ ის რაც იქ ინახება არ არის ვინმე საკუთრება, ერის საკუთრებაა და სტუდენტი რომ მიდის გადააღებინონ ტელეფონით, რა საშინელებაა. მოკლედ. მოიცა, ეხა ისე.
სალომე ხინკალიძე, ხინიკაძე, რატო დავაბრალე ხინკალიძეობა? დავაბრალე რა ის? არა. სტუმარ მასპინძელი რას ნიშნავს? ნიკო არ მუშაობს უკვე რადიო თავისუფლებაში, იმედია ვწდებიო. 1 წელი აღარ მუშაობ, ანუ აქ დავდივარ სტუმრის სტატუსით. გაიგრძელებინა ცხოვრება ტყუილში. ლაზერ ჰაკერი წერს მაგორ სერიალზე დიდი სიამოვნებით შეგეკამათებოდით ბატონებო და ამელია წერს რომ ნიკოს და ჯიმის რეაქცია Breaking Bad-ის შემფასებელზე იყო ის რომ ყველას აქვს უფლება აზრი გამოთქვასო ნიკომ. ლაზერ სხვა რამეზე გეკამათები მაგორ სერიალზე არ მივიღებ კამათს რომ რაღაცნაირად ერთ სიფტყეზე არის ციხიდან გაქცევა და Breaking Bad-ი. ორივე გასართობი არის მესმის რომ სკოფილდია. ხო, ლამაზი ბიჭია რაღაც ეგეთი, მაგრამ ერთი სეზონი აქვს კარგი და მეორე სეზონში ისე ციხეში რო აბრუნებენ და მე სხვები აღარ მინახავს, მაგრამ მე ნინო გელაშვილი უყურებდა და დრო ყავდა ხოლმე რაღაც სიგიჟეები ხდება, რაღაც გლობალური კონსპირაცია და ხო, არა, პირველი სეზონი იყო თამბეჭდავი ის ვინც ხოლმე მოკლედ და ეს რა ვიცი, ხო გემოვნებაზეც ახლა დააუბენ და რაღაცა და ჩვენ ვერ შევაცვლევინებთ ასრს. ალბუზდარკი მაგარი განხილვა იყო, მადლობა, კაი განკითხვისთვის, Jimmy და Nico forever, but not in the next 2 weeks because Jimmy has to take a rest. შენს დაისვენი ახლა, ნუ დაიჯაფები მაინც. არა. აბა, კარგი. კი. დროებით შეხვდებით აგვისტოში.